რესპუბლიკა 1848 წელი 1851 წელი. მეორე რესპუბლიკა იქმნება 1848 წლის 24 თებერვალს სოციალისტური რევოლუციის შედეგად. მემარცხენეთა სხვადასხვა მიმდინარეობა ბუვისტ, ბლანკისტ, რეფორმატორ, დემოკრატ სოციო და ასე შემდეგ გაერთიანდებიან ერთ ფრონტად დემოკრატიის დამკვიდრების მიზნით. გადატრიალების შემდეგ იმართება არჩევნები ასამბლეაში კონსტიტუციის შექმნის მიზნით. 900 არჩეული წევრიდან 450 არის ზომიერი რესპუბლიკელი და ბევრმა როიალისტმა, სამეფო რეჟიმის აღდგენის მომხრემ ამ იარლიხს ამოეფარა. ეს მოხდა იმიტომ, რომ კონსერვატორებს სოფლებში საკმაოდ კარგი პოზიციები გააჩნდათ და ჯერ კიდევ ჰქონდათ გავლენა. საპარლამენტო რეჟიმი აღქმულია როგორც მონარქისტული და ირჩევენ ტოკვილის მიერ პოპულარიზებულ ამერიკულ მოდელს, სადაც საკანონმდებლო ხელისუფლება იქნება ერთპალატიანი ასამბლეის ხელში. აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება კონცენტრირებული პრეზიდენტის ხელში, რომელსაც მოსახლეობა პირდაპირ არჩევნების გზით აირჩევს 4 წლით. 1858 წლის 4 ნოემბრის კონსტიტუცია. ასამბლეა და პრეზიდენტი დამოუკიდებლები არიან და ერთმანეთზე ზეწოლის ბერკეტები არ გააჩნიათ. ფუნქციურად ყოველი მათგანი ცალ-ცალკე მისდევს თავის საქმიანობას კომპეტენციისა და მიხედვით. პრეზიდენტს არ გააჩნია ვეტოს უფლება, მან შეიძლება ითხოვოს კანონის ხელმეორედ განხილვა, მაგრამ არა მეტი. მინისტრები ხელს აწერენ პრეზიდენტის მიერ გამოგცემულ აქტებს, ისინი ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ. მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ მაკავშირებელი რგოლი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, რადგან მათი არჩევა შესაძლებელი იყო პარლამენტის წევრებისაგან და მინისტრებს ჰქონდათ სიტყვის გამოსვლის უფლება, მაგრამ პრეზიდენტი ამას არ აკეთებს. ეს პრეზიდენტი საუბარი არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მეორე რესპუბლიკაში, საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა 1848-1851 წლები არის თუ გამოიცნობ twin ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი. მან არ გაანეიტრალა კონფლიქტები ასამბლეასთან, რაც ხელს აძლევდა პრინციპში მას, მან მოახერხა ასამბლეის იმიჯის გაუარესება მოსახლეობის თვალში. მონარქისტები დაკომპლექტებულ ასამბლეას ეშინოდა არჩევნების, განსაკუთრებით დეპარტამენტების დონეზე, რომელიც შეეძლო მოეგოთ მემარცხენეებს. მიიღეს კანონი, ასამბლეა იღებს კანონს, რომლის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ერგოთ ჩაწერის მიხედვით მოქალაქეებს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ერთ ადგილზე, ერთ კომუნაში ცხოვრობენ. რაც ფაქტობრივად აზარალებდა მუშებსა და სეზონურ მუშახელს, რამაც ფაქტობრივად და მუშებმა და სეზონურ მუშახელმა ეს აღიქვა როგორც ერთგვარი დისკრიმინაცია. 1851 წლის 4 დეკემბერს მოხდება გადატრიალება და ამ გადატრიალებით ნაპოლეონი პრეზიდენტი ხდება ნაპოლეონი იმპერატორი. 1852-1870 წლებში ყალიბდება მეორე იმპერია. გადატრიალებიდან 6 კვირაში ლუი ნაპოლეონი ახალ კონსტიტუციას თავაზობს მოსახლეობას, რეალურად საუბარია პირველი იმპერიის მეათე და 12 წლის კონსტიტუციების მუხთა ნაკრებზე. ლუი ნაპოლეონი ახალ კონსტიტუციას წარუდგენს ხალხს და
ასე იგი ფაქტობრივად კენჭის ხმის მიცემის პროცედურის დღეს მოსახლეობის მხოლოდ 17% არ გამოცხადდება ურნებთან და მოსულთა 92% დადებითად ხვდება ახალ კონსტიტუციას. რითაც ფაქტობრივად ხდება ლუი ნაპოლეონის მიერ მომხდარი გადატრიალების ლეგალიზება თუ გნებავთ. 1852 წლის 14 ივნისს იწერება ახალი კონსტიტუცია. აღმასრულებელი ხელისუფლება 10 წლით ერგო ლუი ნაპოლეონ ბონაპარტს. 1852 წლის 7 ნოემბერს ეს შეიცვლება სტატუს კონსულტის აქტით და აღდგება შთამომავლობითი იმპერია, ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი შეძლებს ამ აქტით გადასცეს თავის შთამომავალს იმპერატორის ტიტული. 14 იანვრის კონსტიტუციით ის პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, მას ეხმარებიან მინისტრები, რომლებსაც იმპერატორი ირჩევს და ათავისუფლებს. საკანონმდებლო ხელისუფლებას ფაქტობრივად რამდენიმე ორგანო ეკუთვნის. ლუი ნაპოლეონს აქვს კანონების ინიციატირების უფლება, აღმასრულებელ საბჭო სწორედ ამზადებს კანონპროექტებს, საკანონმდებლო კორპუსი არჩეულია 6 წლით პირდაპირ არჩევნების გზით და კენჭს უყრის ტექსტს, მასში შესწორების შეტანის უფლების გარეშე, ან უნდა მიიღოს ტექსტი, ან უნდა უარყოს ტექსტი და იმპერატორს შეუძლია ასამბლეის დაათხოვნა და სენატი ამის წევრებს ასახელებს ნაპოლეონი, ისინი აკონტროლებენ კანონების კონსტიტუციასთან ფაქტობრივად შესაბამისობას. როგორც ვხედავთ, წინა კონსტიტუციებიდან ნაწილობრივ გადმოღებულია ზოგი მომენტი, ნაწილობრივ კი შეცვლილი არის. 1860 წლიდან მომდინარეობს რეჟიმის ლიბერალიზაცია. აღდგება დებატების საჯაროობის პრინციპი, მინისტრთა საბჭო იკრიბებდა განიხილავენ კანონპროექტებს ასამბლეასთან ერთად და მათი პასუხისმგებლობა აღიარებულია. ეს ცვლილებები ფიქსირდება სტატუს კონსულტის აქტით 1869 წლის 21 მაისს, ხოლო იმპერია იმსხვრევა 1870 წელს სამხედრო მარცხის შედეგად. პირველი და მეორე იმპერია ფაქტობრივად რომ თქვა, გავს ერთმანეთს, ორივეს ახასიათებს დემოკრატიული ცეზარიზმი, საპოლიციო რეჟიმი, პრესისა და შეკრებების თავისუფლების შეზღუდვა, თუ არა ლამის ნულამდე დაყვანა, გაუმცემლობა და ცენზურა, განათლების კონტროლი და ორივე იმპერიას გააჩნია ერთი და იგივე სისუსტე. ორივე იმპერია სამხედრო ბრძოლების შედეგად წყვეტს თავის არსებობას. ამის შემდეგ ჩვენ გადავალთ მესამე რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმოხილვაზე 1875 წლის კონვენციით შემდგარი, შემდგომ ვიში, შემდგომ მეოთხე რესპუბლიკა და შემდეგ უკვე მეხუთე რესპუბლიკის 1958 წლის კონსტიტუციას ჩვენ თავად საფრანგეთის პოლიტიკური სისტემის განხილვის დროს მიმოვიხილავთ და შემდეგ ალბათ ამ ლექციებს ზუსტად აი კონსტიტუციის 58 წლის კონსტიტუციის მიმოხილვით დავასრულებთ.